ესეც ასე და კიდევ ერთი ამბავი მშობლებისა და შვილებისთვის განკუთვნილი რუბრიკის დროა. დღეს კიდევ რამდენიმე ხელნაკეთი აქტივობა უნდა ვისწავლოთ პატარებისთვის, რუბრიკა სახური თამაშების ფარგლებში ვნახავთ. როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში მოამზადოთ ანკესი და თავზები იმ თამაშისთვის, რომლის დროსაც განვითარებისთვის საჭირო უნარები ყალიბდება. ფერების სასწავლებლად კი ბლოგერი ნინი ჭელიძე გვთავაზობს ფერადი კუს აქტივობას. ვნახოთ სიუჟეტი. თუ გარეთ ცუდი ამინდია და სათევზაოდ ვერ მიდიხართ, არ იდარდოთ, რადგან დღეს სახლის პირობებში გასწავლით თუ როგორ შეგვიძლია თევზაობის თამაშის მომზადება, რაშიც დაგვეხმარება ბლოგერი ნინი ჭელიძე თავის 5 წლის ელენასთან ერთად დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. თამაშისთვის დაგვჭირდება თექის აი ასეთი ფურცლები. ერთი მუყაო, უნდა დავხატოთ ჩვენი მყარ ფურცელზე პატარა თევზი. ფურცელს გადავკეთავთ შუაზე, რომ სიმეტრიული თევზი გამოგვივიდეს. ვხატავთ ნახევარ წრეს და ბოლოს ვუკეთებთ კუდს. აი ესეთი თევზის ფორმის ქაღალდი გამოგვივიდა, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ თექაზე მოსახაზად თევზების. მნიშვნელოვანი არის, რომ ორ-ორი ცალი გამოვჭრათ, რადგან შემდეგ ერთმანეთზე უნდა დავაწებოთ ეს ორი ცალი და შუაში მოვაქციოთ სკრეპი. მივიღეთ ასეთი თევზის ფორმები, ახლა რა არის შემდეგი ეტაპი? შემდეგი ეტაპი არის, რომ ეს თევზები დავაწებოთ ერთმანეთზე და შუაში პირთან მოვუქციოთ სკრეპი, რომ შემდეგ მაგნიტმა მიიკრას ეს სკრეპები. აი ასე. ჯერ ვუსვამთ წებოს ერთ ცალს და ზემოდან ვაკრავთ მეორე თევზს. აი ასეთი თევზი გამოგვივიდა. ეხლა გასაკეთებელი დაგვრჩა ანკესი, რისთვისაც დაგვჭირდება თოკი და ასევე დაგვჭირდება ან ფანქარი, ან ნებისმიერი სახის ჯოხი. ერთ ბოლოს ვამაგრებთ ჭხირზე, ხოლო მეორე ბოლოს ვამაგრებთ მაგნიტს, რომელიც ჩვენს თევზებს მიიკრავს. ეს ვითომ ძალიან მარტივი და საკმაოდ სახალისო თამაში, ძალიან ბევრ საჭირო უნარს ავითარებს, მათ შორის კონცენტრაციის უნარი, ყურადღების, რადგან ბავშვს სჭირდება დაკვირვება, როგორ დაუმიზნოს ანკესი თევზს, მოტორული უნარები. თევზი დავჭირო. ბავშვს ცდილობს, რომ სწორად დაიჭიროს და ხელის ნატიფ მოტორიკის განვითარებაში ეხმარება. მე ძალიან მომეწონა ეს თამაში და როგორც ვიცი, კიდევ ერთი აქტივობა უნდა გვასწავლო, ხო? რა იქნება ის? ეს არის ფერადი კუ, რომელიც ფერების სასწავლებლად გამოგვადგება უფრო პატარა ასაკის ბავშვებში, ვიდრე დანარჩენი თამაშები გავაკეთეთ და მის დამზადებაში დამეხმარება ელენა. ნინი, რა გვჭირდება ფერადი კუს მოსამზადებლად? ფერადი კუს დასამზადებლად დაგვჭირდება მუყაოს ფურცელი, ან ჩვეულებრივი თაბახის ფურცელით გამოგადგებად, ასეთი ქაღალდის რგოლები, ფერადი პომპომები და ფლომასტერები, ან ფანქრები. დავიწყოთ. პირველი ეტაპი არის, რომ მოვხაზოთ კუ, დავხატავთ წრეს, გავუკეთებთ პატარა თავს, რომელსაც გავუკეთებთ პირს და თვალებს, შემდეგ ფლომასტერით გავამუქებთ და გავუკეთებთ პატარა ფეხებს. ამ თამაშის შეთავაზება მას შემდეგ შეგიძლიათ, რაც ბავშვს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია დაჯდომა და ხელში ნივთების აღება და დადება. შემდეგი ეტაპი არის, რომ ეს პატარა რგოლები დავჭრათ რამდენიმე ნაწილად. აი ესეთი კუ გავამზადეთ. ეხლა იმის მიხედვით თუ ბავშვს რა უნარები აქვს, შეგვიძლია ეს კუ ან ასე დავტოვოთ, ან წრეები გავაფერადოთ და აქ უკვე ფერების სწავლის უნარი ჩაირთვება. ჩვენ შემთხვევაში მატეოს უკვე შეუძლია ფერების აღქმა, ამიტომ ამ წრეებს გავაფერადებთ იმ ფერებად, რომელიც გვინდა რომ მატეომ ამოიცნოს. და უნდა შემოგვიერთდეს ახლა თითქმის 2 წლის მატეო. კი, უკვე შემოგვიერთდება.
ჩვენი თამაშიც მზად არის მარტივად შემოგვიერთდა. და დავიწყოთ. აიღე ბურთულა, ნახე. ყოშა! ეს თამაში აშკარაა, რომ ბავშვის განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნინი, მადლობა იმისათვის, რომ შენი ესეთი ორი პატარა გაგვაცანი და მათთან ერთად გვათამაში. მე კი მაყურებელს ვემშვიდობები მომდენო რუბრიკამდე. ნახვამდის.